გამარჯობა ყველას, ვიწყებთ სასტრაფო სიახლეებით. რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანქსირი ირანის ბანდარაბაში ღამით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით ტანქსირი ხორმუზის სრუტის ჩაკეკოს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მithვეს, რომ მისი ოპერაციული ხელმძღვანელები, მათ შორის დაზვერვისა და ოპერაციების უფროსები, საიდუმლო საზღვაო სარდლობის ცენტრში იყვნენ. ისრაელის მაღალი თანამდებობის პირისთვით, თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება გრძელდება, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ის ამ თავდასხმაში მოხვდა. ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ეტატობლისის, აიოვასა და ისრაელის დაზვერვის საფუძველზე. ამ წყაროს მიხედვით, ეს აჩვენებს, რამდენად შეუძლია აიოვასა და ისრაელის წარმომადგენლებს სადაზვერვო ოპერაციების გამოყენება რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობაში შეღწევისთვის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს ირანს შეთანხმებას უსვს, ხოლო ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თეირანის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე უარი თქვეს. The Wall Street Journal წერს, რომ დონალდ ტრამპი თანამოაზრეებს ბოლო დღეებში უთხრა, სურს ირანთან ხანგრძლივი ომი აიცილოს და იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მომდევნო კვირებში დასრულდება. ბოლო 24 საათში ტაიმოსა და ისრაელის ინტენსიური თავდასხმები ირანს შეეხო. მათ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტების საწყობებს და სხვადასხვა პოზიციებს თეირანში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო აქ, რომელიც ირანის წითელი ნახევარმთვარის მარის მიერ არის მოწოდებული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 შაბათს ოპერაციასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა. მე გეუბნებით, ჩვენ დიდებულად ვიმარჯვებთ. არავის უნახავს ის, რასაც ახლო აღმოსავლეთში ირანთან ვაკეთებთ. და სხვათა შორის ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ამის აღიარების ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საკუთარივე ხალხი მოკლავს და ასევე ჩვენი ხელით მოკლისაც ეშინიათ. არასდროს უნდოდა ირანის ლიდერობა ისე არავის, როგორც ამ სახელმწიფოს მეთაურს. ვიდეოში ასახულია ენტიუს უწყვეტი თავდასხმები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ენტიუს ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ოპერაცია ეპიკური რისკის 4 კვირის განმავლობაში ირანის 10,000-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა. CENTCOM-ის სარდალმა ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ირანის რაკეტებისა და დრონების წარმოების 2/3 განადგურდა. კუპერმა დაასკვნა ირანის საზღვაო ძალებზე. 10 წლების განმავლობაში ირანის სამხედრო გემები 10 წლებია პატრულირებენ რეგიონულ წყლებს და ემუქრებიან და ავიწროებენ გლობალურ საზღვაო გადაზიდვებს. მაგრამ ეს დროები დასრულდა, რადგან ახლა ჩვენ გავანადგურეთ ირანის საზღვაო ფლოტის 82%, ყველაზე დიდი ხომალდებისა. ისინი აღარ დაცურავენ და ჩემი ოპერატიული შეფასებით ახლა მათ მნიშვნელოვნად დაკარგეს ძალისა და საზღვაო გავლენის პროექცირების უნარი რეგიონში და მსოფლიოში. ირანელები აგრძელებენ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებს ისრაელზე. დილიდან მოყოლებული უკვე 7 ცალკე სერია გაუშვეს. ამას ხედავთ ამ ვიდეოში. ისრაელები ეძებენ გაშვების პოზიციებს. ისინი ამბობენ, რომ 150-ზე მეტი ასეთი გამშვები ისევ არსებობს. გვეპოვება კადრები აფეთქების შედეგებიდან, როგორც იქ, ასევე ისრაელში. სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ კლასტერული საბრძოლო მასალით კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ თელ-ავივის გარეუბნებში 6 დაჭრილი გარდაიცვალა. გამოყენებულია ფრაგმენტული საბრძოლო მასალა. ტოდ კარლეი, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაური ღამის თავდასხმაში ებისვასა და ისრაელის ერთობლივ სადაზვერვო ოპერაციაზე დაიღუპა. Caviet Ranks, დიდი მადლობა. ეხლა მოვუწოთ Steve Yates, ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს. Steve, მან სტილ მაგობა რომ მოხოდი და ამ თემაზე გვესაუბრე. ანუ მოისმინეთ რეის ანგარიში. მინდა ვისაუბრო ტრამპის ნათქვამზე, რომ ირანს შეთანხმება უნდა. მოკლედ უკვე მეოთხე კვირაა და ირანი ისევ უარყოფს შეთანხმებებს. შენთვის რას ნიშნავს ეს? 4 კვირა დიდი დროა, თუ საინფორმაციო ციკლებს გავითვალისწინებთ. დიპლომატიური მოლაპარაკებები ხანგრძლივია, თუმცა დიდი სამხედრო ოპერაციები სწრაფად მიმდინარეობს. ეს მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანში გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობს. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი, რადგან ცნობილობის შემთხვევაში მათი სიცოცხლე საფრთხეში იქნება. ის თავიდანვე ამბობდა, რომ ეს ოპერაცია მოკლევადიანი უნდა იყოს სამხედრო თვალსაზრისით. ფიქრობ, მალე დეესკალაციას ვიხილავთ, შემდეგ კი ერთობლივი ოპერაციები კვლავ საჭირო იქნება სიტუაციის სამართავად. არა ასეთი ტემპით შეერთებული შტატებისთვის სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ძალები უკეთესად ვერ იმუშავებდნენ.
ჩვენი მოკავშირის ისრაელისთან ინტეგრაცია და ამოცანების განაწილება სხვებისთვის შესასწავლი და სავარაუდოდ შესაშური იქნება. თქვენ თქვით, რომ სამხედრო ყოფნა ჯერ კიდევ საჭიროა შეთანხმების მიუხედავად. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? კარგი, ვფიქრობ ეს დამოკიდებული იქნება პირობებზე და მჯერა რომ პრეზიდენტმა ტრამპმაც მკაფიოდ აღნიშნა ამ პროცესის განმავლობაში რომ ის წაახალისებს. ასევე ზეწოლას მოახდენს რომ ინტერესები ჩართულმა მოკავშირეებმა კონკრეტული როლები იკისრონ. ბევრი რამ შეუძლიათ სხვა ძლიერ ქვეყნებს. რათა უზრუნველყონ გემების უსაფრთხო გადაადგილება, ბევრი რამ შეუძლიათ სხვა ძლიერ ქვეყნებს. რათა უზრუნველყონ მშვიდობა. ამიერიდან ალბათ დაგჭირდება რაღაც ტიპის საერთაშორისო სამშვიდობო ძალა. არსებობენ შემოწმებლები, არსებობს ბირთვული რაკეტების ობიექტებთან დაკავშირებული გავრცელების რისკები, არსებობს სულ მცირე იმ რაკეტების ობიექტებისგან, რაც დარჩება და ამიტომ აშკარად იქნება სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს. მე ამას უფრო მოვთვლიდი როგორც შენარჩუნებას, ვიდრე როგორც მაგალი ინტენსივობის ოპერაციებს, მაგრამ მაინც სამუშაო გასაკეთებელია და ეს თვირთის ხმებმაც უნდა გაინაწილონ. დიახ, მინდა თქვა, რადგან როცა ტრამპმა გასუკვირას 200 მილიარდი დოლარი მოითხოვა ბევრს საინტერესებს, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მინდა ჩავთო ეს აუდიო ჩანაწერი, ეს არის თეთრი სახლის პრეზიდენტის კარონი ლევიტისგან. მან თქვა, რომ ირანის რეჟიმს ჯოჯოხეთს დაატეხს თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვიან. მოусმინეთ ამას. ტრამპი არ ბლეფობს და ჯოჯოხეთის დასატეხად მზადაა. ირანმა აღარ უნდა დაუშვას არასწორი გათვლა. ბოლო შეცდომა მათ უმაღლესი ხელმძღვანელობა, საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემა დააკარგვინა. ამ ეტაპიდან ნებისმიერი ძალადობა იქნება იმის გამო, რომ ირანის რეჟიმი უარს ამბობს გააცნობიეროს, რომ უკვე დამარცხებულია და უარს ამბობს შეთანხმებაზე. რა არის თქვენი რეაქცია ამაზე? ვფიქრობ ეს დამატებით იმით ღირსია, რომ სიმართლეა. და კიდევ ერთხელ პრეზიდენტი ტრამპი მიუხედავად იმისა, რასაც მისი კრიტიკოსები ფიქრობენ, ამ სამხედრო კამპანიაში საკმაოდ თავშეკავებული იყო. ასე მან ძიმე ზიანი მიაყენა სამხედრო ობიექტებს. მაგრამ სრულ მასშტაბიან ომში, როგორც წარსულის დიდ ომებში, რომელსაც ადამიანები სწავლობენ, თქვენ დაარქვამდით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ და სხვა ობიექტებს, რადგან გსურთ შეაჩეროთ საწვავის მიწოდება და პარალიზება მოახდინოთ საომარი მანქანის მუშაობაზე. მან თავი შეიკავა იმ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის დაბომბვისგან, რათა გაემართივებინა ირანის ეკონომიკის აღდგენა კონფლიქტის შემდეგ. ალბათ, როცა სხვა ტიპის მთავრობა გაჩნდება. ფიქრობ თუ ისინი ამას დაძაბულობის შემცირების შეთანხმების ბოლო და საუკეთესო იმედად არ მიიჩნევენ. და შესაძლოა მშვიდობისკენ ისწრაფონ და რეფორმირებულ ირანში იცხოვრონ. ფიქრობ ძალიან ძიმედ დაზარალდებიან. მადლობთ, სპივიეიც, ამ დილით დათმობილი დროისთვის.